Tato წინა ლაივში რას თქვი, არ ველოდი შენგან. ამ შემთხვევაში შენც ფიგუ გამოდიხარ. რეალზე რო ვილაპარაკე? უშავს. ფიგურა რო გამოდივარ, რა თქმა უნდა, სათამაშო არ მივიდივარ. რა ხანდა უგულშემატკივრად თქო, მე კვარას უგულშემატკივრებ, რეალს კი არა. სხვა რამეა. თუმცა ახლა რეალის მოგება ესე არ გამიხარდება, მაგრამ კვარას გოლებით და კვარას ხელსუწყობით თუ მოიგებს გამიხარდება. დავბერდი. აღარ ვარ ხ პატარა და აღარ მაქვს ეს სენტიმენტები კი არა და ისეთი ზიზღი და ვერატანა რეალის აღარ მაქვს რა მართლა აღარ მიხვდით იმისა რომ თუნდაც რაღაც წინ იყო აქ ვილაპარაკე მორდორია რეალი თქო და რაღაცები ხა გადაობდი მაგას და ის არის რა ქვია არ მაქვს ეგეთ დამოკიდებულება აღარ მაქვს უბრალოდ ნაოდად ეგეთ დამოკიდებულება თუმცა თუ ადგება ვიღაცა და ყველა ჩემპიონთა ლიგას ჩამოვართმევს მე ძალიან ბედნიერი ვიქნები მაინც მაგრამ ეგეც ვკიდია არ მნიშვნელობა აქვს ამიშონ ეხლა ვინც ვართ 8 მილიარდი კაცი ვართ დედამიწაზე დღე მოვა ყველა მკვდარი ვიქნებით აი ამ 8 მილიარდი ეხლა ვინც ვართ 8 მილიარდი ყველა მოვკვდებით ერთ დღეს ყველა ერთ დღეს კი არ მოვკვდებით ყველა მაგრამ ყველა მკვდარი აი რაღაც დღე დადგება პირობითად 2100 წლის რაღაცა ვაკო გადააწვინეს უკვე ეს დრო მოვიდა. ასე იწყეულები ბიჭო. არა 2100 დატოს დემსის დრო მოვიდა. აბა დატო ეხა შემოვლენ და გაგიყვან. თუ რაღაცა გიორგის ზაპარი ხო? თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა რომ მოიგონეს რაღაც ისეთი მეცნიერება ისე გამვითარდა რომ უკვდავება გახდა შესაძლებელი ან ძალიან გაიზარდა ადამიანის ისა 2150 წლისთვის რომელიც აგერა რა ჩემფეხები ხა ისტორიისთვის 2150 წელი 2150 წლისთვის ყველა ეხლა ვინც ცოცხლები ვართ ამ დედამიწაზე ვინც ართ ადამიანები ყველა მკვდრები ვიქნებით და დღეს 15 ჩემპიონთა ლიგა ექნება თუ 16-ია აფშარნაი მნიშვნელობა არ აქვს რა ეს საერთოდ არ და დარჩება ჩვენი გაკეთებული საქმეები სამაგიეროდ დარჩება ჩვენი გაკეთებული არაფერი ხო არ დაგავიწყოთ ცუდი საქმეები ცუდი კარგი არ დაგავიწყოთ რომ ვერაფერს იქ ვერ წაიღებთ რამდენიც არ უნდა აგროვო და იხვეჭო ადამიანმა და სამწუხაროდ საქართველოში ბოლო წლებში მაგას ხედავთ ძალიან აქტიურად რომ მომხვეჭელობა და აი ეს რაღაცკენ წაღება თავისკენ რაღაცეების ძალიან ის არის რა ქვია პოპულარული მიმდინარეობა აი რაღაცა ტიპი 67 ბინა აქვს თბილისში და 77 მიწა 85 მანქანა და 50 ბინას თქვა ერთი მიგაქ ეგეთი აქცია იქ მიგაქ ერთი გატარენ ხო და რენდომ პრინციპით ხდება ოშენ ვერ არჩევ რომელი ბინა გინდა ხო არა რენდომ დოლურაში მაგიტო ყველა კაი უნდა იყოს 50 კაი ბინა უნდა იყოს ხო და ვერაფერს იქ ვერ წაიღებს ადამიანი და როცა აღარ იქნება და მაგიტო რეალურად უნდა იცხოვრო ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანის უნდა იყოს რა თქმა უნდა ხება აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკური სურვილია რომ როცა სამწუხარი ხარ კარგად იყო და ეგ ძალიან ლოგიკურია 67 ბინა რა ჩემყლედ გინდა მაგისთვის არ ვიცი მაგრამ ნუ ვიღაცის შეიძლება ეგას ხება ბიზანტიოს 67 ბინა უნდა გქონდეს ყველა კიდე მოგზაურობ 67 ბინა ასე ჩემო გაქირაოს არ უნდა დრო როგირეკავს 64 მგმური რომ 53 გეუგიბრებას წყალი შემოუშვეს კაი გეხვეწები არ მინდა მაგრამ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე უნდა ეცადო რა პრინციპში რომ წახვალ აი შენ რომ მოხვედი სუდი საქმეები არ დატოვო არა დატოვოზეც არ არის შეიძლება ადამიანს კონდეს ეს დამოკიდებულება რა მნიშვნელობა აქვს მაგას მაგრამ ერთადერთი რაც უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ალბათ ჩემი აზრით არის ის რომ აი რომ მოხვედი ამ პლანეტაზე როგორიც იყო ეს პლანეტა აი რო წახვალ უკეთესი დატოვო რა რომ აი შენი შემდეგი თაობა იყოს რომ ვა კაი ტიპები იყვნენ ესენი კაი ტიპი იყო ცოტათი უკეთესი დატოვა რა უკეთესი რა არის ვიღაცის წარმოდგენაში სხვა რამეა ვიღაც წარმოდგენაში სხვა რამე მესმის და ძირითადად კონფლიქტები მაგაზე არის ხოლმე მაგრამ ნუ მაინც გონია რომ არის რაღაცეები რაშიც ნებისმიერი მწამსის ჯულის თუ შეხედულებს ადამიანი თანხდება რომ მაგალითად შიმშილობა თუ არ იქნება ადამიანი თუ არის შიმშილობს არც ერთი დედამიწაზე ეგ ყველასთვის უკეთესია თუმცა აქაც გამოჩნდება ადამიანი რომელიც იტყვიან არა აი ისინი უნდა შიმშილობდნენ ვიღაცები იტყვიან მაგასაც ალბათ მაგრამ მგონია რომ მაინც ეგეთი ადამიანი ცოტაა რა ეგ მგონია ხო არა ეგ არის რომ ვიღაცა რო წახვალ ვერაფერს ვერ წაიღებ სამაგიეროდ დატოვებ კაიგე ანუ დატოვებ ცუდს ან ეს ცუდიც არ მიგაქ ანუ უბედურება ესე რომ ამას კი არ ახიკავ რა ბოდიში აი ხა ამას წავიღებ უკიბერით ვა მიგელა გაბრიე რა უნდა ამაში ხო არა არ ვიცი რაღაც ჩართვები გიგინა დადის ჩიპს მიწექი რა ანუ ისა გვაცადე რა ხალხს ვერ გავიგე ფენტეზიში შეგეძლებათ რომ მოიგოთ ბევრი პრიზი
რატო თამაშობს აქტიურად? მე ერთ-ერთჯერ ვცადე, მაგის ნერვი მე არ მაქვს. ტატოსაც არ აქვს ჩემი. მე ბიჭო მაგრამ რატომღაც მე ძალიან კარგად ვარ დედის ტრაქს აგინებს, კადრო გადავა. შენი დედა, ანუ ინტერიდან მოდის კადრი, აუ შენი დედა, აქ ეხა გაიტანა ტურამი ყავს 67%, მე არ მყავს, არადო ფიქრობდი. სასტავში მიყავდა ბოლო წამს გავყიდე, გამაზა, კაია. ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიში ორშა ბათობის ჯგუფში, ჩვენ ჯგუფში, გადაცემის ჯგუფში, სადაც 649 წევრი ყავს სხვადასხვა. და ჩვენ ვაპირებთ, თუ პრიზი დაგვეწესებინა, გამარჯვებული და ვერ მოვიცალეთ. უნდა დავაწესოთ რაღაცა პრიზი, იმიტომ რომ მეორე ადგილზე ვარ, ვიცოდეთ. მოპედია მანდ. პაცო, მარტო ჩემ მეგობარი. ვინც მოიგებს? თუ აქ ყავს მოპედი, მივდივართ, ურეკავთ. მოგვარ თუ? არა, არ ვაძლევთ იმას. ხო. სამწუხაროდ. მეორე ადგილზე ვარ, ვიცოდეთ ორშაბათობის ჯგუფში. პაცოა პირველი. შენ ვერ გავიგე, სულ რაღაც აგინებდა, მე მეგონა რომ გადმოხვედი ბოლოზე თუ რაღაც. არა, მე პირველი. კეინის იმან რა ქვია. საქართველოში, ქვეყანა საქართველოში ვარ მერვეზე. ლევან კარელიძე FC კარელას სახელით არის პირველ ადგილზე 1066 ქულა აქვს. კეინი რო არ დაეყენებინათ, კიდევ უფრო წინ იქნებოდი. შეიძლება. ატალანტასთან. მე რატო დააყენა? იმის კომპანიის დედას. სოფლიოში 1791 ადგილზე ვარ. 1,750,000 კაცი თამაშობს. მილიონ. 1700 ადგილზე ვარ. მაგ მილიონ, რამდენი არიან? მილიონ 750,000. 2050 წლისთვის არავინ ცოცხლები არ იქნებით. 2150 წელს არავინ ცოცხლები არ იქნება, მართალია. მართალია, მეცაც გეტყვი. ხვალ შეიძლება ვიღაცა მოკვდეს ამ 1,750,000. გეგაკ შანსი რომ გადაასწროებას. ვიღაცას. სასტავს ვეღარ შეცვლის. მაგრამ პირველ ადგილზე სოფლიოში. დარბა სასტავით. სოფლიოში პირველ ადგილზე ვინც არის ვიღაც ტიპი, რომელსაც აქვს 1000 ქვია. 1161 ქულა აქვს. ჩემზე 126-ით მეტი ქულა აქვს, ბიჭო. მაგრამ ეგ ტიპი 2050 წლისთვის ცოცხალი აღარ იქნება. ესეც აღარ იქნება კი ბატონო. მაგრამ ძალიან გიჟია 1161 ქულა რა არის შეჩემ. კაი, ძალიან ბევრი. გავიდეთ ბოლოსკენ, ტატო. გავიდეთ ბოლოსკენ. იმიტომ დაღლილი ხარ შენ, გეძინება ეხლა რაღაცა ისე. არა. მეც უნდა წავიდე სახლში დავიძინო. ზღაპრით დავასრულოთ? თუ ერთი ზღაპარი საკმარისი იყო, მგონი. გააჩინა მაგ ზღაპრის ბოლო კეთილია თუ არა. კალას ზღაპრის ბოლო კეთილია. ძალიან კაი, მაგრამ კალაც 2150 წლისთვის. ცოცხალი აღარ იქნება. მაგარი რო ვწდებოდი ახლა და რო აღმოჩნდეს რომ 1-3 წელიწადში ისეთი გარღვევა გვაქვს მეცნიერებაში რომ რაღაცა წამალს იგონებს კაცობრიობა ის რომ არ კვდები რა პროსტო ადამიანი აღარ კვდება რა всё და ნუ მიდის უკვე ჩალჩი იმაზე რომ ეხლა უნდა გადავსახლო გამიშვით ჩემი კარგი მარსზე და რაღაცა მე მაგ წამალს არ მივიღებ არა არც მე არა შავი დამანე უკვე დავიღალე შეჩემო თქვენი ყურება აღარ შემიცელი უკვე დაღლილი ვარ შეჩემო რა უკვდავება ხო არ გაგიჟით ერთი სული მაქვს 1-2-3 წლის რო გეთქვა იგი რა კაია თუ ეთქოდე ხა არა ეხლა აღარ შემილია მართლა არა და ტრამპს უყურე მე და პუტინს შეჩემო პირველი ხო ეგენი მიიღებენ ნაღდათ მაქსიმალს ეგენი რომ სამუდამოდ ცოცხლობდნენ შეჩემო წარმოიდგინე ჯოჯოხეთი იქნება ეს პლანეტა ჩვეულებრივი ეს ოღონდ ვიდის არავინ არ ტრება მოვკალი არა მე რიცია ომიც არა ომი იქნება მაინც იმიტომ რომ თუნდა მოკლა ადამიანი ზუბალ ამას იმაში გადავიდა აი მეგობრებო უღრმესი მადლობა ლადო გუდიაშვილის მოწვევას ვაპირებ სხვათა შორის ეხა აჩიკო ეძებს მიდის ფანრით ღამე საფლავებს ათვალიერებს სადაა ლადო გუდიაშვილის საფლავი ნა ვიცი რა ვიცი რანაირად არ ვიცი არ ვიცი არც მე სადაა და რანაირად არ ვიცი ჩისაც ხა მექანიკურად შეეშალა უცებ ვერ მიხვდა ვიზანი უნებდა რომ იმას ქენით რა ქვია მიმები რო აგზავნეთ და ჩააჭირეთ კაცს არა ეგ არ თუნდა შეშლოდა ისე შეჩემო უცებ რო რაღაცას ლაპარაკობდა და ის მოვიყვანოთ შეიძლება ერთს გაიგო ნორმალურად და დაგვიწერონო აბაო ანუ ის არის რა ეგ არის აი ვაკოს სინდრომია ხო გაფანტულობას ხო გაფანტულობის რო არ გისმენს ადამიანი შევარდნაძე იმ დღეს იმაში რა ქვია ნორიოში იმას ამოსულ ხეს უსხამდა წყალს ანუ 20 წელი რო დგას так თან ის რა ქვია დავდგეთ იმ წამის დარგული ქონდა ხეები ეს ჩავყარეთ მივაყარეთ ეს და მეთქი რო არ ბევრი წყალი უნდა და აუზიდან ამა მქონდა ეს და ვაწვდიდი ესე და რომ მივაწოდო ერთი ვედროც და ჩემო დაიყვირო რასაკეთებო მეთქი აი რა უნდა ექნა ეხლა ესეთი ჩახტაში გინი თავზე გადაივლო
რა შუა ვერ დავიჯერე და ალუჩას უსხამდა უკვე გაზრდილს 40 წელი რო დგას. ხო 40 წელი რო დგას რომ ეს ხომ თამ ეს ხო იცი აუ გავითიშე და რაღაცა შევარდნოთ საკ ეგეთი თვისება რომ აუ რა მივიდას კი არ იტყვის მე ვასება ეს ალუჩა და დაუსხე ანუ არ იმაშვება რა იხტიბარს არ იტეხს გურული ისე. ხო რომ აი რა გინდათ და შენ არ შეგშლია და რაღაცას გეტყვის რა და მეგობრებო როცა შეგეშლებათ არა უშავს რო თქვა რომ აუ რა ლევარო აი არაფერი არ დაშავდა აუზიდან უსხამდი ხო? აუზიდანაც ხო? ან დაუბერდი. აუზია ეგ. ჰა? რისი აუზია? არის აუზი ვაკომარე რო იკითხა. ვაკომაც გენიალური რამე იკითხა აუზი მაქვს მეთქი და საცურაო ანუ ეგონა რომ ის იყო შავი ზღვის აუზი ან რაღაც აუზი გაკეთე მე გავაკეთე მეთქი და არა ეგრე რო ეკითხა კიდე ხო რისთვის აკეთებ მეთქი კითხე პირიქით და საცურაოდო მეც უნდა გავაკეთო და საცურაოდო კითხე რომ ანუ მე ვიგულისხმე რომ რომელი რისი ანუ სკიმერული აუზი გინდა იმის გინდა კაფელის ბეტონი მეტლახი პოლიპროპილენი რაღაც ვეკითხე და მეთქა საცურაო მინდაო გუდიაშვილის საფლავე არის თაწმინდას, კი ბატონო. აა თაწმინდაზე ყოფილ. იმდენი ხანი ეკალ ყოფილ ვარ სხვათაშორის. აღარც მახსოვს საფლავები რეებია. ანუ მარტო ბოლოს ალბათ ეხლა სიცოცხლეში თუ ახვალ დატომ ან თორე აბა სიკვდილის ისე ვერ მოხდა იმან ვიცი ახლა. თუმცა არ გამორიცხვა არაფერი. თაწმინდის ხო პანთეონშია დასაფლავებული. იქ დავიწყო წერა კაცო და. აი, პატივცემულო მეგობრებო, გიტოვებთ ეთერში ბატონ ზუბალ ამას, რომელსაც ექნება ეხლა ბოლოს არ დაამთავრებს და მე ნერვებნა მომიშალოს. ამიტომ მე არქიტექტორი ნოდარ გალობლიშვილია და ნოდარ გალობლიშვილი მსახიობი იყო. არქიტექტორი წავდა? აი, ნოდარ გალობლიშვილი ძალიან დიდი ნელ-ნელა პატივცემულო მეგობრებო, ჩვენი გადაცემისთვის გამომხდენ დრო იწურება, ენერგიაც აღარ ყოფნის და დავასრულოთ გადაცემა. ეს ხო ერთი კითხვა იყო რომ ისა წიგნი გიჩიო რამე და ეხლა ვკითხულობდი და ძალიან გადავაბა წიგნი არის სოფლიოს მოკლე ისტორია 50 ტყუილში თუ რაც ეგრე ქვია რა 50 ტყუილად 50 ტყუილში ანუ ისინი ამბებია 50 სხვა ამბავენ სოფლიოს ისტორიიდან როდესაც ტყუილმა ან რაღაცა სათლახობამ რაღაც მიმართულებით შეცვალა სოფლიოს ისტორიის დადებითად თუ პროცესში ზოგადად შეცვალა რა და არ არის ცუდი აი საკითხავი ოღონდ არ ვიცი ამდენად ეს აღარ მაგიზია ეხლა შემიძლია დავრჩი კიდე და ეს ღამის ეთერი დაიწყო ხო და ეხლა უფრო ისე მშვიდად დაღლილიც ვარ შემიძლია გადავწვე იმიტომ რომ სეტაპიც არის ნახე საინტერესო რომ აი ესე ვაგზელებთ ხო კაია რაგინა ნონსენს რა იდეებს აწვდი შევერაღა ახლა დაფნილდა და უკვე ღამის ეთერი დაიწყო აქ ეხლა შეიძლება სექსზე ლაპარაკი ჭამაზე აი პირველად საინტერესო რაღაცა მოცარტი და სალიერი პუშკინის ნაწარმოებია მაგის მიხედვით სცენარი ამადეუს შექმნილი არ მახსოვდა პუშკინის ნაწარმოები რა თუმცა მოცარტი სალიერი ეგ ვიცი კი ბაზარი არა პუშკინის ლექსია ხო პოემაა პუშკინის თუ ლექსია ოჰო კი ამახსენდა ახლა ბაზარი არა ნუ ეგრე მახსოვდა რუსულად მახსოვს მოცარტი სალიერი აი მეგობრებო კიდევ ერთხელ გემშვიდობით. ეხლა 3 საათს ვერ ავდივართ ბიჭო. არა უშავს. გავიგე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ no hate ვიყვარდეს ერთმანეთი და დადებითად იყოთ განწყობილები ერთმანეთის მიმართ. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ცხოვრება ამ რიტმში და ამ რეჟიმში. ვისაც ერთმანეთის არაფერი დაგვიშავებია ეგ ადამიანები მაინც მოწავიკიდებით ერთმანეთს რა. ეგ არის ჩემი სათქმელი. კარგად იყავით. ტატო მეტალ მუსიკას რამდენად პატივს ცემ? რა სიტყვი პანტერაზე და დაიმბეგ დარლზე? ანუ ახე მეტალს პატივს ცემ, უსმენ კიდეც რაღაცეებს. პანტერას არ უსმენ. დაიმბეგ დარელი ხო მოკვდა კაცო. დაიმბეგ დარელი ვიციო, ანუ მაგარი იყო. ხო, ვერ ხო ეგ არის მოკვდა. დაიმბეგი მოკლეს. ამ სიტუაციაში აქეთაც მიყურები და იქიცაც ნოიყურები. დაიმბეგ დარელი ძალიან მაგარი. რომ მოკვდა მე არა, ტრაგიკული ბედია. კონცერტის დროს არა просто ვიხსენებდი ხო არ მეშლებად გულწრფ თქო. კონცერტის დროს დაბრიდეს. ვიღაცა ტიპმა კონცერტის დროს იარაღი ასროლაში. თუმცა მოკვდა. თან ძალიან მაგარი გიტარისტი.
ანუ ის არის რა, ტრაგიკული. აი ხო ხოცა რამდენი წესი არის ხო? ვიღაც გოგო რომ მოკლეს კონცერტზე, კონცერტის მერე მოისის გამარჯვებული მოკლეს. ფანებთან შეხვედრის დროს თურმე ვიღაცა გამოყალიბებულ მაგრამ თან ბიჭო რა ვაფშე პიზდეცია. ძმა იყო იქვე. ძმა ეცა იმ ტიპს პირველი, ამ გოგოს ძმა. და თან ამხელა ის არის რომ ამ ტიპმა ეს როგორ მოკლა ეს მომღერალი თავი მოიკლა ეგრევე თუ რაღაცა და ანუ ამ ძმისთვისაც როგორი ისაა და მოიდგინე რომ ამასაც ვერაფერს თუ ვერაფერს ვერ იგებ რა ანუ ვინც შენი და მოკლა ეს ტიპი თავი მოიკლა ამ ტიპმა შენც ვერ მოკლავ დაჟე რომ აი რაღაცა სამაგიერო გადაუხადო რა ამ ბრუტალი რაღაცა ვიღაცა აბსოლუტურმა იმან იდიოტმა თქვა და გიჟმა თუ ყლემ თუ რაღაცა რა აზგინა მოუძახ ხო და ეს დაიმბეგ დარელიც რაღაც ეგრე Tladegre obsessive ტიპმა არა, მაგრამ კონცერტზე მოკლეს. Просто ეს ვიღაცა მესროლა უცებ შუა კონცერტის დროს. მეტალი გევასება, ანუ გასაგებია. ეს რატომ კომენტარებში. მადლობა მეგობრებო დღეს ყურადღებისთვის. მადლობას გადავუხდი სპონსორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. მორიგი ორშაბათობა დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაა წინ, იმედია კარგ ხასიათზე ვიქნებით. ყველა ვერ ვიქნებით კარგ ხასიათზე ლიგის შედეგების გამო, მაგრამ ბეცონონერზე ლაივი გელოდებათ აუცილებლად და შეგიძლიათ. 4 შაბათს რომელსაც კალა ისევ გამოტოვებს სავარაუდოდ და მე ვიქნები. კი ბატონო. ლაპარაკებს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. ბეცონ სპორტი, რომელიც ზაფხულში ასევე სოფლიო ჩემპიონატისთვის მიდის დაგეგმარება და მიგეგმარება რაღაცები და მაგასაც დაგაწევთ თუ რამე გვეცოდინება აუცილებლად. მალე შეგიძლიათ ფენტაზი სოფლიო ჩემპიონატზე აქტიურად ვიმუშავებ ჩემპიონატის დროს როგორც წინ აქედან არ გაგვაგდებს დროს აქედან ვერ გაგვაგდებ არაფერი არ გვემუქრება აი მაგაც მოიც რა იცი არა ხო ეს ოქტოპუსი ხო არა ბეცონზე გვიყურეთ ლაივშიო მაგის გამო არ გაგვაგდებენ მაგის გამო არ გაგვაგდებენ ხო თუმცა მაგის გამო არც პირველ ხენა გავგვიდევთ მართალი ხარ ტატო უღრმესი მადლობა ყველას აქტიურობისთვის და შვიდობიანი ღამე დაშვები ტელევიზორი გვაქვს მუსიკის შარტო შეგვილია? დაგვიბრუნდა ტელევიზორი და მუსიკაც გვაქვს. ის ჩვენი ლეგენდარული საუნდტრეკი? კნო იმ შენ სიმღერას ჩართავ თუ ვერა? რატო? კოპირაითი არა აქვს იმ სიმღერაზე. რას შეწერეს? ხო, იმიტომ ვიღაცის არის ხო? ხო. ამაგონა. და როგორ აიღე საბათო ვიღაცის არის? YouTube-ზე ნახეს free music დასერჩეს. ანუ free არის. არ არის free. მე იმ ტიპს ფული არ უნდა? არის. ჩვენი ხმა ისმის ნეტა რა ლაპარაკობ? ჩვენი ხმა ისმის? ისმის, ასე იღებს ხო? მოდი ვაკო, მოდი აქ იცეკვე შეჩემ. როგორ ვარ იცი? ამ გასართობ ადგილზე რომ მიდიხარ და ჯერ აძაგილევია, ჯერ სიტუაციას რო ვიყურებ, რომ აი მოდი შენ, აი მოდი. მოდი რა შეჩემა, კაი კონტრასტი იქნება რა, ორი ტიპი რომელიც ჯერ ფხიზელია და ერთი ტიპი რომელსაც MDMA აქვს მიღებული. მოდი ვაკო, მოდი. მართლა გეუბნები რა 12 საათის რო გადაცდება ან პირველს უნდა ბნელდებოდეს და უკვე ბნელში იმიტომ რომ რაღაცა სიტუაციური არის უფრო ეგრე გაცემა შეგრექნა შემდეგ გაცემა შეგრექნა სტუმარი თუ არ გვეყოლებ სტუმარი ხარ მოვიყვა სტუმარი წერეთ ოკეი სტუმართან რა სტუმარი ვერ უნდა იყოს ჩაბნელდეს ხო ნუ ფუჩილ საუბრები წავიდი ხო რა იმიტომ უფრო თავისუფლად ხარ მე გაიგე ბოლოსკენ გადის თუ ეხა შემოი ისე თავიდან
მაგ საუნდტრეკს რა ქვია, უკნა კითხულობს ხალხი. ჭოჭოყლეობა. ნახამდის ხამის ეთერში ვტოვებთ ბატონ ვახტანგს და შემოგთავაზებთ უკვე 10 პოზას, რომელიც უნდა გააკეთოთ სანამ ცოცხალი ხართ. რა არის? ახლოს ადამიანური კონტაქტი და ფიდბექი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ერთი წამით არ მოგერიდოთ ჩემთან მოსვლა, რაღაცის გაზიარება, იმიტომ რომ მე ძალიან მიხარია ეგ ყველაფერი და არ იფიქროთ რომ რაიმე აი ოდნავ მაინც ერთი წამით მაინც შევწუხდე მაგით. ხო და ისედაც ძალიან მიხარია რომ ეგ შევძელით ხა ყოველთვის. ჩემთან მომხალთ. და ტატოს რჩევები კარგ რაღაცებს მივიჩვენოთ მე. ეგეთ ითხოვდა რომ ეგეთ მე უნდა მეთქვა. ხო. ხო მაგის თქმა უნდა ლუკა ბუდიში გაგაწყვეტინა. არა უშოს კიდე. მიულოცოთ ბარტეზოს დაბადების დღე. სამკვირიანი დაგვიანებით. აუφ. არო ჩვენ ვართ გაბოსასწორო. ბარტეზო, ახალ წელს გილოცავთ. არა. რა აიღოსო? ნახე. სამი კვირით რაღაც აიღოს. სამი კვირით დააგვიანა. ადამიანმა მიულოცო და რითი გამოასწორო და მოდი ახლა ორშაბათობიდან მიულოცინებო რომ უკნო უფრო ის იქნება. ჩვენც არ მიულოცოთ. რამდენი 8 ლარიანი ხო? 8 ლარი ღირს სამი კვირის დაგვიანება. ბარტეზოს ულოცავთ ახალ წელს 2025 წლის დადგომას 2026 წელს ახლა იმიტომ რომ მეტი არ ღირდა. დაბადების და სამი კვირის დაგვიანებით და გამოსწორება ეგრე არ გამოვა ეგრე. პირადად პირში უნდა მიულოცო. აი, მე მაგალითად იმიტომ დავიწყე ყურება რომ ემიგრაციაში რომ წავიდა არავინ არ მყავდა და ჩავდეპრესიულდი რაღაც ნათელი რომ მქონოდა ორშაბათობის ყურება დავიწყე და აშკარად მიშველა. აი, ნახე, რა მაგარია ბიჭო. აბა ის არა ქვია. საკარო არ არის მესის დონის ფეხბურთელი, ეგ სხვა გადაცემებში შეიძლება ბევრი თქვას და იამალი რო ყველაზე მაგარია. ეგ ხო არ არის აქ თავარი. არ არის. აქ ხისახლის ამბები ირჩევა ეხა ახალი დრამა შემოგვივიდა რომ რაღაც გუნდი ყალიბდება და რაღაცა მაღალ მიზნებს უნდა შევერკინოთ და ასე შემდეგ რა. ყველა ქალის მიზანი რომ დაგტოვოს დანაშაულის გზნობითო. არ არის შორს ეს მოსაზრება ჭეშმარიტებისგან. მიწევს პირადობის მოწომა ვიყო, ეგ დონაცია იყო. მეუფე პეტრე. მიწევს პირადობის მოწომა ვიყო, რას მირჩევთო და. ეს სხვა გადაცემაა, ამასაც განიხილავენ, კი გავს ეს რაღაცით, მაგრამ მაინც. ნელ-ნელა გადავედით უკვე ღამის რეჟიმზე, სადაც უკვე სექსზე საუბარი შეიძლება, იმიტომ რომ ბავშვებმა დაიძინეს. ესე იგი, რაც ვაკო მოვიდა ამ გადაცემაში პროდიუსერად. ვეუბნები რომ ეს რუბრიკა გავაკეთოთ მეთქი ერთხელ ხო და. იმენა მომიბა რამდენჯერაც ვეუბნები რა. ჩამოთვალე 5 წამში გავაკეთოთ თქო, რამდენჯერ გითხარი. მე ამათ გადაცემიდან თუ არ უთხარი რაღაც ის არ ესმით. ნუ რამდენჯერ უთხარი? ბევრჯერ. მინიმუმ. რა სერჩი? ანუ თუ მაშინ მითხარ არ გავაკეთოთ ხო. თავს მიკნევს ხოლმე და რა ჩამოვთავთ რა? არა, ეხა დღეს აღარ. დღეს აღარ. შიქო არა, ეგეთი არ არის ეგა. რა ჩამოვთვალო 5 წამში ეგრე არ ხდება, ეგრე არ არის. ვეც გავუგი. არა, ეგრე არ არის. არ ვარი მეთქი 5 წამში რომ სწრაფად უნდა თქვა რაღაცები. ჩამოთვალე აი ტომ ჰენქსის 3 ფილმი. ერთხელ იმოსკეთ და გავაკეთო შემდეგ გადაცემაში. რა პრეტენზიით? გავაკეთო შემდეგ გადაცემაში. ტომ 5 ფილმი როცა და უყურო შეჩემა. 5 წამში. ცისფერი თემი? დავთვალე, მიდი ჩამოთვალეთო, ძალიან კაი ისწინ. ის მარტო TikTok-ზე ფიქრობს, TikTok-ზე მოუჭრა, ახლა დავდო, მოჭრები ევოსება შეჩემა. აფერი ჩამოიჭრა შეჩემა. მოჭრილი აქ. ღამისეთა, ეხა ღამისეთა და ისინი აი შენც კაი ის ხარ მართლა გასაგდები ხარ იმ კონტიდან აბარა ხარ. დარეიდეები რო ქონდა, რატო გავიწევთ? ყველაფერი მე უნდა მახსოვს. თან თავი უნდა ავაცილო TBC-ის ლოგოს. და ეგეთ რაღაცა ვიფიქრო და დარეიდები ბოლო ლაივი იყო, სადაც დარეიდებებში ფაქტობრივად შევწყვეტეთ, შენი იმის მერე
მე აი ხო და მე უნდა ვიყო ლოკომოტივი კაცო. ბატონი ვახტანგი ვერ დაარეიდე. შენ გითხრეს რომ ხარ ლოკომოტივიო და გავიგე მაგრამ. შეირგე. შენ არ ხარ? ჰა? დარეიდება არ შეგიძლია ადამიანების? ნახე, რამ ხელა ისა? შეხო არა, სპეცნაზის იმაში თუ ჩამწვეთ სამი შემაგდებ. შენ ხარ. მაგაზე მეტი დარეიდება მეც შემიძლია. არა, ნახე. ის უფრო მომეხერე ვიცი ვიდრე რამ ეს. ხელა სტიმულია ადამიანი YouTube-ზე რო სტრიმავს? არ ვიცი მე როგორ დავარეიდო ვინმე შეჩემ, არაფერი არ უყურებ. ვიკიპედიაზე არ უყურებ YouTube-ზე, ვიკიპედიაში არ ავარეიდო. უთემი რო გავარდა 94-ში ხო გახსოვს ეგ? ყოდარი რობერტ რეთფორდი ხომ მოკვდა? ჩემ. ხო მოკვდა რეთფორდი. არა ბიჭო, აქ არის ხო რეთფორდი ხომ მოკვდა? სოციალი მოკვდა? ხო ყოდარი რობერტ რეთფორდის პეიჯი დავარეიდოთ იმაზე ვიკიპედიაზე თუ რა შეჩემ. YouTube-ზე შეხვალ ან ამათ ეთქვა ლაივი ბიჭო YouTube-ზე შევალ და რას ვნახავ? ლაივის გრაფაში. ჩვენ ლაივს ამიგდებს და იმას რა ქვია. ის თუ სტრიმავს რა ქვია საეჭვო. ხო და ვიღაცა. ნო. რატო დაივიწყე? აი დარეიდება, ცუდი იყო? იქ ეთყვი რომ გადადი იმაზე გადაარჩი. და ბიჭო არ უყურებ მე პროსტა YouTube-ზე ვერ დავარეიდებ ესე ვიღაცის იმ ლუკას რა არ ვიცი. შეახსენე ხოლმე ვაკოს და იმას. სანდრექსა თამაში. რა ხდება შეჩემა? თვალები შეჩემა. ო, მოწო. კაი, გამორთე ბიჭო. აუ, ჩემი თვალები არ მივარგა. რაგინ დავარეიდოთ ისინი? ხოდით ბოლოსკენ გავიდეთ თან. ბატონო ვახტანგ. დიახ. უღრმეს მადლობა დღეს ძალიან დიდი ის ქონდა რუბრიკა. არა, მე კიდე მაქვს რაღაცა. კიდე გაქვთ ძალიან სასიამოვნოა. აი, მაშინ ბაც ამოვარჩევ. არა, უცებ ვიტყვი რამდენიმე ფაქტს. ამოვარჩევ, ისაც ამორჩეული მაქვს. საინტერესო რაღაცია, ნახე, მნიშვნელოვანი რამე მოხდა, ბაიერნმა დაამყარა რეკორდი. ბუნდესლიგის. წინა იმაში ხო დაამყარა. არა, ეხლა 105 გოლი დააგროვოს, 101 რო გაიტანეს, უკვე რეკორდი იყო. და 105, 101 გაიმეორეს და 102 რეკორდი მოხდა. ვიცი ეგ, ვიცი. თავისი რეკორდი გაიმეორეს. ბუნდესლიგის იმას უყურებ. სხვათაშორის რეკორდი დაამყარეს, რომელი სეზონის რეკორდი გაიმეორეს, ციდან მოხსნეს. გერდ მიულერმა 40 გოლი სადაც გაიტანა. ხო. რეკორდი რო იყო, სამ ლევანდოვსკი მოხსნი და მაქს სეზონში ჰქონდა 101 გოლი გატანა. ეხლა 105 აქვს უკვე. კეინი და ოლისე გახდნენ მეორე წვილი, რომელსაც 30 გოლს პლუს პასი აქვს. ბუნდესლიგაში. ბოლო 20 წელიწადში. მოიცა ჩააგდე კიდე. თუ დაპინეთ ვაფშე და ეგ იქნება ბოლოს. კაი. ეგ იყო რეიდის ამბავი, დღევანდელი გადაცემა კი ცხოვრებისეულ შემეცნებით საფეხბურთო სპორტული და გამაჯანსაღებელი ორშაბათო ბლამით დასასრულს მივახლოვდა, შემდეგ ორშაბათობაში ყავს სტუმარი უკვე. კი. შეგულებული არ ვიტყვით ვინ, არის, მაგრამ საფეხბურთო სამყაროდან იქნება ეს სტუმარი. საერთოდ ადამიანი რო გისმენს, ძალიან სასიამოვნოა რა. აი ოთახში რო ხარ და რაღაც რო ყვები და 5 კაცი რო იყოს და 4 რო არ გისმენდეს, ხო სულ აღგზნობ თავს და აი შეჭამ გიყვები რაღაცას, ხო გითხოვს ბერჯერ. ამას წინადი ზოუკასის რო იყო რა ქვია. თამადო ხო ვიყავი ამ რა ქვია მაგას. ნიშნობის ამბები, გადმოპატიჟებაზე ვიყავი თამადა და ეხლა ნუ გისმენს ამდენი ხალხი ავდექ რაღაცას ყვები ვშუტურობ და რაღაც მომენტში დავფიქრე რომ არავინ არ მისმენდა. ოღონდ ძალიან ყველას სადღაც უსმენდნენ. ეს არ მოსმენა დაემთხვა მაგიდაზე გირჩის და ტკბილეულის შემოტანას. გირჩის? გირჩის დამცხრებელია, ხო იცი? არა. გირჩის დამცხრება რას ნიშნავს? გირჩის ფორმის გირჩისგან არის გაკეთებული? ჰა? კრემიანი ნამცხვარი რო არის გირჩი. მაყალევ ხა? არ ვიცი გირჩის ნამცხვარი რა არის, არ ვიცი შეჩემო. გირჩის ფორმა რო აქვს შეჩემო და შიგნით კრემი რო აქვს. ნამცხვარს და გირჩის ფორმა? რატომ მაყალევ? მე არ გაყალევებს ის. ჰა? აკლის ფორმის შეიძლება. შეჩემო საბჭოთა კავშირში შენი ბავშვობის ეგ უნდა იყოს. მეტი ნანახი არ უნდა გქონდეს არაფერი. კენ მადებილებს ახლა მე მგონია. გირჩი ვიცი ისა შეჩემო. პოლიტიკური. მიზეზი მიეცი ვიკიპედიაში შესვლის. ეს არის ბიჭო? ესე გირჩის ნამცხვარი? არა, ეგ გირჩია შეჩემო. არა, ნამცხვარია რა. ეს შეჩემო. ესა? ხო. ეს ბიჭო, არის არ გინახავს. ნაძვის ხის გირჩებია წერია. არ მინახავს მართლა შეჩემო. ესეთი რაღაცა არ მინახავს. აი, ესეც არის ხო ალბათ? ხო.
შემიგახეს. ბიჭო, არ ვიცი ესეც. ეს წნეჩი პირველად ხედავ ესეთ რაღაც. ანუ იმას გავს რა ქვია? გირჩს. არა. ტრუბოჩკა, ხო. ტრუბოჩკა რო იცი კიდე. ტრუბოჩკას გავს აი თეთრები რაც არის, ხარც უყურებს. სხვა ფერებისა. ჰა? კაკლის ფო. არა, ბიჭო. არა, პირველად ხედავ ეგეთან, მართლა. მე მაინც გონერ ბოლომდე მე გადავები და არ გეღადავები უსინდისო არ მინახავს ეგეთ ნამსხვრაში ჩემო. აუქნა ხო. ჩიტიზერზე ვიცი. ნაპოლეონი ვიცი, ტარტალეტკას ვიცი. ხო არა. ტრუბოჩკაც ვიცი. გირჩი არის. სიგარეტიც ვიცი. ყველაფერი იცი, მაგ ნათესავი რაც არის, აი ერთად დევს. გირჩი არ ვიცი ჩემო, რავი პირველად ხედავ, მართლა. რაღაცა არ მიმიქცევია ყურად. რა გიჩის ჩაჩის გაუგებრობაა რაღაც ვიღაცამ არ იციან და რა პოსტლიკას იცი? მას ნიშნავს პოსტლიკა. ჩაჩი რატოა გაუგებრობა? ბიჭო, რა ბიჭო, ესე მატარები არიან, შეჩემა ეხლა. ერთი ადამიანი ვერ ვიქნები, ვინც არის გირჩის ნამსხვრევი, შანსი არ ვაკო. არის. რა, ბიჭო. გირჩის ნამსხვარი დღეს შეიძლება არ არის ჯენზისთვის, მაგრამ შენ გირჩის შენ რო პატარა იყავი გირჩის ნამსხვარი, აი შენ ნათლობაზე მაგალითად გირჩის ნამსხვარს ზილავდა ხალხი. აჰა, შენ გონი არა შენი რეალობა ყველა სხვას რეალობა არის და არ არის ეგრე. მაღაზიაში სიხილებოდა და გავიგე, მაგრამ არ უყიდიათ ხა ჩემებს გირჩის ნამსხვარი. არ მქონია სახში რა. მე არ მქონია სახში გირჩის ნამსხვარი და არც სხვაგან მინახავს. მე არ მინახავს არსა და პირველად ხედავ მართლაც ჩემ. ჩიტუჯიმ დაწერა მეც არ მინახავს და ვინმე დალინკეთო. თავიდან მეგონა პროსტა მართლა გირჩი შემოაი გირჩი საჭმელად გირჩი შემო. ჩიტუჯო შეჭამ ესე გენი. მე ესეთი ნამსხვარი არ მიჭამია. მე ესეთი ნამსხვარია. თან ეგეთი კაია რომ მაგ გირჩის ნამსხვრს გამო ამბავი ატყდა და შენ არ ისმენდა და აი გირჩი. აუ რავი, ეხა შოკი მაქვს მართლა. აი ფოტო ამოვანათეთ რა ის გირჩის ნამსხვრი 36 წელში ვარ კაციო. პირველად გავიგე საერთოდ არც მინახავს. გირჩის ნამსხვარი მეგობრებო ფორმა აქვს უბრალოდ, ანუ ის კი არ არის გირჩთან არანაირი კავშირი და ვიზუალის გარდა. ასაგებია, მაგრამ ნამსხვარი გირჩი. მივხვდი რომ ფორმა ქონდა, მაგრამ პირველად ნახე მე. საღოლ თქვენს, როგორ მოახერხეთ მაგდენი? აუ ისე ჩემო. ახლა იგივეა და ხინდა ანუ ფორმები განახშეთ, ჩემს გირჩის როგორ ის არა ქვია, ითით სხვა. მაღაზიაში იგივეა. არ იყიდე, მოიცა, აი ვოლტზე ნახევა გირჩიდან ასე. ბიჭო, ალბათ იქნება, მაგრამ ახლა მე არ შემხედრია რა, ძალით არ დავიწყებდი ძებნას გირჩისთან და არ გამიგია ვაფშე. ბიჭო, რასტორანია. იმაში კი არა, საკონდიტრო პროექტში კი არა. იმენა ჩვეულებრივ მაღაზიაში შემოხვედრია, იმაში შეკუთვნილში. ხო და მე შეიძლება დამინახავს, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია საერთოდ. რაღაცა მომიგდო 2-3 ის მომიგდო შეჩემო. ბიჭო, ხო იმიტომ რომ აღარ არის დრო მოჭმული სიგუას ნამსხვარს, ხო აღარ ამოგიგდებს ეხა შეჩემი. ხო არის, აი ესა, ხო? ხო. აი ეს არის გირჩი შეჩემი. პირველად ხედავ შეჩემო, მართლა პირველად ხედავ. ეგეთთან არ მინახავს. აი მოხარშულის გუშონია შიგნით, ხო? შეჩემო. უმცირესობაში ყოფილიყარ პირიქ. 86% აბოლშო არ ვიცით თორე. მალადეც თქვენ თუ გირჩი არ იცით მეგობრებო, რა იცით აბა? ანუ ეს კლასიკური შემთხვევა იმისა, რომ შენ გარემოცვაში და შენ საახლობლოში და შენ ბავშვობაში რაღაცა აქტუალური და კარგი იყო და გონია რომ ყველგან ეგ იყო და არ იყო აქეთკენ, ანუ რავი, ჩემთან არ იყო მაგალითად პირველად ხედავ ეგეთთან ცოს მართლა. ანუ თან პატარაობაში ზარა მეც აღარ მინახავს 40 წლის 51-ის ვარ შეჩი, არ მინახავს გირჩის ნამსხვრი არსადეს. არ შემხედრია რა. ეხა გირჩის ფორმის ტორტი გაეკეთებინოს ვიღაცას ეგ სხვა არის, ეგ შეიძლება ნანახი მაგს ამერე ტორტი ყველანაირი ფორმის შეიძლება იყოს, მაგრამ იმენა აი ეს თემა რომ გირჩის ნამსხვრი არ გამიგია მართლა. ეგ უნდა გამოვასწროთ. მაღაზია გავხსნათ სადაც გავხსნათ. ძალიან დიდი უპირატესობით იგებს რომ არ იციან ნამსხვრი. რა გეკონა რომ ეგრე იქნებოდა ბიჭო? არ მინახავს სხვა სუფრაზე შეჩემა არსად ეგ ნამსხვარი. არა, მე სუფრაზე ხა ბევრგან არ ვიცი. ხო, საკონდიტრო იმეებში იყო. იყიდებოდა და მაღაზიებში იყიდებოდა. მე ბავშვობაში, აი რაღაცა ეს. თემა ისა რომ იცოდით, ალბათ ყურადღებასაც აქცევდით და სოფელში ხედავდით. განსაკუთრებით ბიჭო, სოფელში გირჩის ისა ნამსხვარი რას ლაპარაკობ? რომ იცოდით და შენ სოფელი შენ არ გაქვს, არ გაქვს, შენ არ გეცოდინებოდა, არ გეცოდინებოდა. სოფელში ხა ვერ ნახავდი ნამყოფი არ არსად შეჩემანა. წამო ჩემთან წამო. გირჩის ნამსხვარს? არა, მე მაგიჟებ, ეხა შეთან ხვდა სამყარო რომ მე უნდა გამაგიჟოთ.
გირჩს სიყვებით აღარ აი კაკლები რაც არის იმის ბიძაში ანუ აი ხო რა კაკლები აკალიც არ გინდა ხავს ანუ აი ყავა კაკალიც არ გინახავს გირჩი შეიძლება ნაკლებად აკალი იმენა ყველაზე სტონგილი კაკალი ვიცი კაკლის მურაბაში ჩემო კაკლის მურაბა ვიცი არა კაკლის ფორმის ნამცხვარი აღარ ეგარიცი არ ვიცი რა შემეცი ჩეჩემას გუშონი რა არ ვიცი ნაპოლეონი ვიცი ტრუბოჩკა ვიცი აი, კაკლის- სიგარეტი ვიცი და ბევრნაირი ყლეობა ვიცი ნამსხვარი კიდე მაგრამ კაკლის და გირჩის ნამსხვარი არ გამიგი არ მინახავს შეჩემ არავის არ გაუკეთებია რა აბა კაკალიც იკითხე რა ნამსხვარი ხო ისეთ პონტია ვიღაცა უნდა გააკეთო ვიღაცა იყიდოს არავის არ უყიდი არავის არ გაუკეთებია შეჩემ ტარტალეტკა და რაღაცები მიჭამია არაერთხელ და ვიცი და შემხედრია და მევასება მაგრამ გირჩი ვიცი პარტია პოლიტიკური შეჩემა და ისა რა ქვია რკო და ჭამენ ცარი სიყვიასაც ჭამს შეჩემა რა ვიცი ეგ ორი ვიცი მარტო ორი პარტია ვიცი და ისა რა ქვია სიყვიასაც ჭამს შეჩემა აკალი ხო აკალი ძალიან ცნობილია გირჩზე უფრო ცნობილია ხო კაკალი ხო კაკლის ნამცხვარი იცით უნდა გეკითხა კაკალი შეიძლება კაკალზე ამბობენ ახლა კაკაიც ნახოთ კაკალის ეს ვიცი შეჩემა ეს ვიცი კი წარმოიდგინე ხა იგივეა ისიც პროსტა გირჩის ფორმა ამაში როგორ შეჩემა მართლა იგივეა ის პროსტა ნესვის ფორმაა სხვანაცხარია ის არ მინახავს და ეს ვიცი შიგთავსი იგივეა ეს ვიცი ხო ხო ეს ვიცი ნანახი ანუ სტრუქტურა და შიგთავსი როგორც ვიცი ერთ და იგივეა პროსტა სხვადასხვა ფორმაში ცხდება გავიგე ხო მივხვდი მაგრამ ის არ მინახავს მართლა არაზოს არ მინახავს ეს ნანახი მაქვს კაკლის სამცხარი ვიცი ახლა რო უყურებ ვიცი ეს უფრო ეხა იყიდება ხადავოია უფრო ხო ეს ნანახი მაქვს გირჩი პირველად ნახე ახლა კაკალი დღესაც არის კაცო ო აი მართალია აი მაგრამ მეც ვიცი კი შვეცამ მივზემ მეც 92%-მა ვიცით კაკლის ნამცხვარი ვა პრობლემაა ის 92%-ი დავინახე ხა და 1992 წლის სოფლიო ჩემპიონატი რო გამახსენდა ანუ აი ეგეთი კავშირები რო გაქვს რიცხვებთან 86 და 86 ანუ სოფლიო ჩემპიონატი მახსენდება თუ ემთხოვა წელი ეგრე სოფლიო ჩემპიონატი მახსენდება პროსტა რა რიცხვზე 92 არის ესპანეთი 86 მექსიკა 86 ნუ პრობლემები გაქვს დატო შენ ზოგადად დაწექი ცოტა ხანი იმ კურნალე და მე მოგიტან გირჩის ნამცხვარს როცა პალატაში იქნები ხო და მე რა ხვებოდი არაფერი რო გისმენს ადამიანი ძალიან სასიამოვნოა თქო როცა გიკითხე მისმენდაო იქ არა მომენტი დავიჭირე ერთი წამი იყო რა ეს შემოიტან ეს გირჩი ნამცხვარი რაღაცა დაინახეს ახლა და რაღაც ყვები და არავინ არ მისმენდა საერთოდ და აი ვისე ვიგზაინ თავი რომ მეთქი არა მეც ვიხუმრე ამ თემაზე რომ მეთქი გირჩის თემა რაღაცა მაგრამ ძალიან სასიამოვნოა მართლა ძალიან სასიამოვნოა ის რომ ადამიანები გვისმენენ, პატივსცემენ ჩვენს მოსაზრებას და თბილ სიტყვებს გვეუბნებიან ძალიან ხშირად და ანალოგიურად მინდა ხოლმე რომ დაუბრუნო ყველას ის გაცემული სითბო, რასაც გამოხატავენ ზოგადად ერთმანეთის მიმართ, ჩვენ მიმართ და ზოგადად რამხელა სიყვარულის ტრიალებს ხოლმე ჩვენთან. ესე გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, რომ ინტერნეტი ზოგადად ძალიან მოწამლული სივრცეა და ძალიან ბევრი უარყოფით იწერა, მაგრამ რაღაცა community ისეთი ხალხი შევიკარით, სადაც არ არის ეგ, რაღაც ურთიერთპატივისცემა არის. და დღესაც ახლა ადამიანმა რომ დაწერო, რომ შეგეცით რაღაცაზე გამიკვირდა, იმიტომ რომ აქ ეს გასაკვირია. ხო. და სხვაგან ეს არის ნორმა. და ძალიან მიხარია რომ ჩვენთანა ჯგუფში რაღაცა ურთიერთპატივისცემით და აქაც ჩატში და ზოგადად ოქტოპუსის ამ კომენტარებში ძალიან ურთიერთპატივისცემით მიდის ერთმანეთს მიმართ საუბარი, იმიტომ რომ ცუდი ვინც იყო, წავიდა, დაიბლოკა. ვიღაცა გამოსწორდა შეიძლება. დავრჩით მოკლედ კაი ხალხი და ერთმანეთის კარგები და ვიღაცამ ცუდი დაგვიზახოს არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, გადაცემა შედგა მეგობრებო, გილოცავთ დღეს გავიგეთ ახალი ამბავი, რომ გირჩის ნამცხვარი არ არსებობს. არსებობს, მაგრამ ხალხმა არ ვიცი. ხო, ფაქტია რომ ესეთი სიტუაცია. მადლობა ბეტსონ სპორტს რომ არის ჩვენი წარმომადგენელი ამდენი ხნის განმავლობაში და სოფლიო ჩემპიონატზე კონტენტსაც გავაკეთებთ, მაგრამ ბეტსონ სპორტის ირგვლივ ახალი სტუდია აეწყობა და კი ბატონო, სოფლიო ჩემპიონატის დროს ჩვენც დავტვირთულობ ვიმუშავებთ და აქტიურად ვიმუშავებთ. აი დედაჩემო მომწერა. რაო? მეც არ გამიგიაო. გირჩის ნამცხვარი 60 10+
გალია. ნუ მაშინ ჩემი პრობლემა ყოფილა ეს და ცოტნესი და ვაკოსი და კნოსი. აქ უმრავლესობაში ვართ ამ ოთახში. TBC გახლავთ ასევე ჩვენი სპონსორი, ახალი მიზანი დავაანონსეთ ჩვენ ეს არის ავტობუსი, ოქტობუსი, რომ ყველა ერთად ჩავეტიოთ ხოლმე რაღაც დიდი ტევადი რამე ვიყიდოთ, სადაც ერთად წავალთ ხოლმე, რაღაცა ლოგის გადასაღებად იქნება თუ ზოგადად რა ეს ურთიერთობა და ალაგ-ალაგ პორნოებსაც ჩავწეთ ხოლმე. როგორ ჩააჯვას ხოლმე. ეგ ხო არის თესლი კონტენტია, მანქანა ავტობუსს თო დადიან. მარშრუტკი თო დადიან და თან რო პორნოსო იღებ. ხოლო რაც შეეხება ტატოს დავტოვებთ იმასთან, რა ქვია, ნაგავსაყრელთან და ვეტყაი რაღაცას ვეტყვი და დავტოვებთ და ეგ გადაიღოს რაც უნდა.